გამარჯობა. ძმების პოდკასტის მესამე ეპიზოდის დროც დადგა და თან ჩემპიონთა ლიგამაც ჩაიარა, მაგრამ სანამ თემებზე გადავალთ, მანამდე გეტყვით, რომ Fab 44-ში ვიმყოფებით და მადლობა კიდევ ერთხელ მათ, რომ ამ სივრცეს გვითმობენ და წერთ ჩვენს პოდკასტს. გარდა ამისა, ამ სახელით ძმების პოდკასტი გამოვყვებით YouTube-ზე, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, ასევე Facebook-სა და TikTok-ზე იგივე სახელით. მოკლედ არ მოგაკლეთ ბევრ საინტერესო ამბავს. რაც შეეხება არ გადახვიდე ჯერ ისი რა ვთქვა ხა აი აქ თუ უნდათ რომ ლისიკა არ გვედოს და გვედოს თქვენი მაგალითად ლიმონათი ან რაღაცა უდი ან რაღაცა მსგავსი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სპონსორობაზე ჩვენ უარზე ნამდვილად არ ვიქნებით და პირიქით ძალიან დიდი სიხარული შეხვდებით ამ ამბავს. კაი, გადავიდეთ ამბებზე. ჩემპიონთა ლიგა ჩავიარეთ, გავიგეთ უკვე ყველა მეოთხე ფინალისტი, 4-ვე მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია და მთავარი ამბავი ისაა, რომ Enfield-ზე დააკამბექა PSG-მ და ისტორიაში პირველად მოხდა ესეთი რამე ჩემპიონთა ლიგაზე, რომ ლივერპულ სტუმრად ჰქონდა მოგებული ჰქონდა და სახში გავარდა. ხო, კი ბატონო. და თან ამის უშუალო მონაწილე რო ხვიჩა კვარაცხელია გახდა და მან კიდე ერთი მაგარი თამაში ჩაატარა ამჯერად Enfield-ზე, მსგავსად პარკ დე პრინსისა. მეც როგორ ვიტყოდი, უბრალოდ დააკვირდი Enfield-ზე თამაშს პირველი 10 წუთი როგორ წნეხში ყავდა ლივერპულს მოქცეული PSG და ისე მარტივად და ნუ მან წვრთნელის ხელით აიღო. ლუის ენრიკეს ვაკლასი. ეგ თავდაჯერებულობა რომ ბიჭებმა კონკრეტულად PSG-ს ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე აიღეს და რა ვიცი, აი მართლა კვარა იყო ერთ-ერთი ლიდერი ორივე თამაშში. დაცვას როგორ ეხმარება? შეტევაში როგორი ეფექტურია? უკან ჩამოწეული ოდნავ ცენტრიდან რა პასებს არიგებს, ბარკოლაზე იყო მომენტი, დემბელეზე იყო მომენტი და თან ფლანგების ცვლა და ის აქტიურობა, რომელიც კვარას კიდევ უფრო მეტად აცოცხლებს მის თამაშს და კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის, ეს თვალსაჩინოდ ჩანს PSG-ში გადასვლის შემდეგ ლუის ენრიკეს ხელში. და ვიცით უკვე ვის შეხვდება და ეგ ძალიან საინტერესო ამბავია, Aston Villa-ს შეხვდება PSG მეოთხედფინალში და ლუის ენრიკე უნაი ემერის დაპირისპირება მეორდება, როცა კამბექი მოუწყო ლუის ენრიკეს ბარსელონამ უნაი ემერის PSG-ს, კი ბატონო, კამპ ნოუზე 6-1 რომ მოგვეს 4-0 წაგების მერე, პირველი თამაშის მერე, ეს ინტრიგაც არის, თან უნაი ემერი დაბრუნდება პარიზში. ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ემილიანო მარტინესმა, არგენტინის ნაკრების დასტუმროს მეკანემ, რომ მეოთხედფინალში გასულითო დავწმუნდითო რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგებაო და ნუ ფაქტი Aston Villa ძალიან მაგრა თამაშობს. ამას ემატება ის რომ ძალიან კარგი ტრანსფერები გააკეთეს Asensio და Brugge-ს 4 გოლი გაუტანა ორ თამაშში და იქ პრემიერ ლიგაში გაიტანა 2 გოლი. Watkinsis ეს ძალიან ძლიერი გუნდი ხო და არ მგონია რომ არ მოგატყუო რომ ძალიან მარტივი მეტოქი. მაგრამ ფავორიტი PSG-ა ხო, დღეს დავიკითხე ოპტას монაცემები 70-30-ზე არის. ეგრე აქვს შეფასებული. კი ბატონო. მეორე წვილი ძალიან საინტერესოა რეალისა და არსენალის წვილი. რეალმა როგორ მოახერხა გასვლა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში და ისე არ თქვა თორე ბარსელონები რო ვარდიციან და მე მოგვაწევა ყველა ბარსელონი ერთნაირია რაღაცებს ხო. არა, აქ საუბარი არ არის იმაზე რომ საჯდა ეხმარა, არა, მაგას აბსურდია. უბრალოდ თუ ეგრე ემთხოვა რეალის თამაში. არა, უბრალოდ გაუმართლა. მოდი ვთქვა რომ უფრო მეტად არ გაუმართლა ალვარეს და ატლეტიკოს ვიდრე რეალს, ნუ ორი თამაშის ჯამში საბოლოო უკეთესი და ამ ტურნირის 15 გზის გამარჯვებული რო შემდეგ შემდგომ ეტაპზე გადის, ამაში გასაკვირია არსენალსაც მონატრებული ექნება ეგეთი დიდი თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც აი რეალია. მაგრამ რამდენად შეისწევს ამ არსენალს მიძალა რო რეალი და ამართოს პირველში მენტალურად, რეალის მენტალურიდან გამომდინარე. მგონია რომ აი აბსოლუტურად უშანსოთ არის არსენალი რეალთან. ესე მარტივად ხო? ხო, იმიტომ რომ ამას ემატება ის რომ არსენალს არ ყავს 4 საკა მარტინელი ვიღაცები ძალიან ძლიერი ბირთვები ვინც არიან, ძირითადად ბირთვი ვინც არის გუნდის. ნუ ყავთ გასაგებია ოდეგორი და გუშინ თუ ნახე რასაც რაღაც გააკეთა რაჰიმ სტერლინგმა. ისევ ლაზარეტი. სტერლინგს ბევრი სასწაულს. ისევ ლაზარეტი ყავთ 4 შემტევი და 93 წუთზე როცა ანგარიში ჯამში 9-3 იყო. ყვითელი ბარათი მიიღო და ტოვებს რეალთან. ეგ ნახე, ეგ ცოტა ხო. პირველ თამაშს. ხო, ნუ უცნაურია სასაცილოა, მაგრამ არ მგონია რომ არტეტას ამაზე ეცინებოდეს და გონი ძალიან ცუდ რაღაცებს ეთქვა. ხო, მოკლედ მეც მგონია რომ რეალი ფავორიტი იქნება ამ წყულში და ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება, მნიშვნელოვანი, ყველაზე სანახაობრივი, ეგ მგონია. არსენალი რეალი? არა. აბა. ეხლა ვსვამ, ბაიერნი ინტერი. ბაიერნი ინტერი აფიში ყველაზე საინტერესოა. ბოლო წლებში, ნუ ბაიერნი ისტორიულად, ნუ ერთ-ერთ სოფლიოში პირველი არა, მაგრამ ალბათ მეორე მესამე გუნდია. ინტერიც როგორ ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ის იმიტომ იქნება საინტერესო, რომ ბოლო ორი სეზონიდან, მოდი, კონკრეტულად ამ სეზონს ვთქვათ, რომ ბაიერნიც არ გავს იმ ბაიერნს, რაც იყო და არც ინტერი არ გავს იმ ინტერს.
რაც იყო მაშინ როცა შარშანწინ ჩემპიონთა ლიგა წვრთნელი უკეთესი ყავს ინტერს კომპანია უკეთესი ყავს მაგრამ კომპანიამ ბევრი რაღაც დაამტკიცა ეხა ამით მე რო არ მოგატყუა არ ვარ კეთილად და კარგად განწყობილი კომპანიის მიმართ იმიტომ რომ რა ვიცი გადმოვიდნენ პრემიერ ლიგაში ბარლინ გადმოიყვანა მე ეგრევე გავარდნენ და პრემიერ ლიგიდან გავარდნილი რომ ბაიერნში წამოიყვანა და უცნაური იყო მაგრამ ისიც ემატება მე რა მაგას რომ ლევერკუზენს 7 თამაში არ ქონდა ბაიერნთან წაგებული და როცა დაჭირდა ჩემპიონთა ლიგაზე გოლ გაუშვებულად 5-0 ორ თამაში არა მარტივი მაგრამ ის ლევერკუზენიც არა როგორც ჩა მაგრამ ნუ ბაიერნ ინტერი აფიშა ისეთია რომ საშიშ და გაყურებინებ თავმოყოლებს სულ არ ფინალში ორი გუნდი არის საშიში მithumetes ჩვენთვის და გადავიდეთ აკრას ბარსადო ჩვენთვის იმიტომ რომ ამ წყულში გამარჯვებული გადის ბარსელონა დორტმუნდში გამარჯვებულზე ნახევარფინალში აქაც ფავორიტი ალბათ ბარსელონაა და ერთი საინტერესო დაკვირვება ალბათ დააკვირდებოდით თქვენს ყველანი ვინც ახლა გვიყურებს რომ ბარსელონა მეორე ფინალში და მეოთხე ფინალშიც იმ გუნდებს შეხვდა და ხვდება რომლებსაც ლიგის ფაზაში შეხვდა ხო შეხვდა ბენფიკას და ალბათ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე კი არა მთლიანად სეზონის 4-5 დალუჟზე ლისაბონში ხვდება ეხა დორტმუნდს სადაც ასევე სტუმრად ეთამაშა 2-3 და შეიძლება შეხვდეს ბაიერნს და სამივესთან ათამაში მიექნება ნუ გაუცეთ მოვლენებს მაგრამ ხო ამ წყულშიც ფავორიტი ალბათ ბარსელონა რო არ ვთქვათ მართლა მგონია რომ ამ გუნდს ბარსელონას შეესწევს იმის ზალა რომ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგებს ძალიან ადრეა რა თქმა უნდა ძალიან ადრევია მაგრამ იამალი რა ვიცი ეს არა რაფინიას რა სეზონია საოცარი სეზონია ტიერი ანრი თქვა სხვათა შორის მაგ თამაშის შემდეგ რომ თან სალახის რო გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან ნუ ეხა პრემიერ ლიგას მოიგებს ალბათ ლივერპული იქ სადაფრინავს მართლა სალახი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია რაფინია ოქროს ბურთის მოგების რომ რაც ძალიან დიდი განაცხადია და ასეც არის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია ამ ეტაპზე 11 გატანილი ბურთით კი ბატონო და 6 საგოლე გადაცემა აქვს და ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა შემთხვევა როცა კალამბურის ენაზე ვთქვათ ორმაგი დუბლი ქონია ფეხბურთის ამ გოლებით და საგოლე გადაცემებით საინტერესო წყვილებია PSG ასტონ ვილა ბარსელონა დორტმუნდი რეალი არსენალი და ინტერი ბაიერნი და საინტერესო იქნება რა მოკლედ დავუმატოთ უსურვოთ ყვარას აუცილებლად პირველი თამაშები არის 8 და 9 აპრილს გაიმართება პირველი მატჩები და საპასუხო შეხვედრები შესაბამისად ერთი კვირის შემდეგ 15 და 16 აპრილს არის ჩანიშნული მოკლედ ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის და შეგვიძლია ვისიამოთ. კაი ამოვწუროთ ამის ჩემპიონთა ლიგის. კი ბატონო. არაერთხელ მოგვიწევს ამაზე საუბარი არის გადაცემაში და იმით. პოდკასტში ვისაუბრებთ ამაზე წავიდეთ მაშინ ისო ქართულ სპორტზე წავიდეთ ახლა. ჩოგბურთზე ხო? ჩოგბურთზე კონკრეტულად იმიტომ რომ ფინიქსის 175 ქულიან ჩელენჯერზე მიიღო ნიკოლოზ ბასულოვსკიმ მონაწილეობა, იქაც ძირითადად ვაიდან არ დაუწყია სამწუხაროდ საკვალიფიკაციო რეიტინგის გამო, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, პირველი მოიგო, მეორე მოუგო იაპონელს, ტარო დანიელს მოუგო 6-4-6-1, გავიდა მთავარბადეში, სადაც შეხვდა მსოფლიოს 67 ჩოგანს ფრანგ მუტეს, ხო, ესე კი. ხო რა. რას ვიზავთ, ეგრე ქვია, ჩემი ბრალი არ არის აქ და საკმაოდ არ ველოდი ისე დამარცხდა, ორსეში დამარცხდა, ვერც იბრძოლა, დიდი ვერაფერი, საათი 15 წუთი გაგრძელდა თამაში. და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, ზოგადად ჩელენჯერები არის, ძირითადად რაღაც პატარა ტურნირები რა. ეს იყო 175 ქულიანი ჩელენჯერი არის, არაერთი სოფლიო ვარსკვლავი იღებს. ამ სოფლიო ვარსკვლავი ხა ამიტაინა თქვა, მე ხა ალკარაზზე და სინერს დისკვალიფიკაცია აქვს, ჯოკოვიჩი არ მაქვს საუბარი, მაგრამ ნუ ისეთ მეორე ესონის გასაგებია. ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას და ტურნირის საპრიზო ფონდი არის $250,000. ნუ ძალიან უცნაური არა ჩელენჯერზე. ჩვეულებრივი A ტიპის ტური ვითაა, იმიტომ რომ 250-იანი ტურნირებია და 175-იანი ჩელენჯერია ეს და ნუ მოკლედ რო არ გავგზავნეთ ძალიან სამწუხაროდ პირველი ეტაპზე გამოიწვია. კიდე ერთხელ თქვა ვისთან წააგო? მუტესთან, ფრანგ მუტესთან, კორენტინ მუტესთან და დღევანდელი ლაივ მონაცემებით ნიკოლოზ ბასილოვშვილი შევიდა ტოპას 50 ჩოგბურთელში, ნუ ძალიან შორიდან დაიწყო, იმიტომ უსვა ამას ხას. დღევანდელი მონაცემებით, ამ წუთის მონაცემებით, როდესაც გადაცემა იწერება, არის 152. კი ბატონო. რაგბი გვაქვს შაბათს. ხო შაბათი უდო? 15 კვირა. კვირა? კვირა. რაგბი კვირას 4 საათზე მიხეილ მესხი. 5 საათზე? არა, 4-ზე მიხეილ მესხის სტადიონზე. სხვათა შორის ამაზე უნდა ვთქვათ მართლა რა, იმიტომ რომ Facebook-ზე ხო, სხვადასხვა საათი და სხვადასხვა დღე მხვდება ხოლმე, თან ისე არც ისე არასანდო წყაროებისგან და
ხო, მოკლედ ფინალი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი, საქართველოს ესპანეთი მიხეილ მესხზე გაიმართება და ესპანეთთან ჯგუფში ვითამაშეთ გასვლაზე და მოუგეთ 62-32 და აქ სანამ განვიხილავთ რა შანსები აქვს ესპანეთს, მანამდე აუცილებლად სათქმელი გვაქვს ის ამბავი, რომ ჩვენი პოდკასტის სახელით უსამძიმებთ ლუკა მატკავას, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს იმ დატრელებულ ტრაგედიას ოჯახში მისი ძმა ტრაგიკულად გარდაიცვალა სამწუხაროდ და რა თქმა უნდა თანაუგნოთ ოჯახსა და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას მოკლედ და რთულია ეს. უკასთვის როგორ რთულია წარმომიდგენია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში კარიერაშიც ცოტა ბიჭები ნინიაშვილი ყავდა სტუმრად, მაშინაც აღნიშნა რომ ტრავმა აწუხებს, რომ ტრავმიანი თამაშობდაო, ვერ იყო ისეთ ფორმაში, როგორც მაგალითად ულოსთან გადამწყვეტი ჯარიმა რო გაიტანა. ამ დროს სიტყვები მართლა უძლურია, რომ ვინც და როგორც არ უნდა განუგეშოს, ალბათ აზრი არა აქვს და კიდევ ერთხელ უსამძიმებთ ლუკას და ვისურვებდით, რომ ბევრად უფრო ძლიერი დაბრუნებულიყო ამ ამბის შემდეგ მოედანს. აუცილებლად. და ვთქვათ ის, რომ ეს პოდკასტი როცა იწერება და როცა გავა უბრალოდ ეს ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი ეთერში უკვე დასრულებული იქნება ევროპის ჩემპიონატი და დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრები მოახერხებს მე-17-ად ამ ტურნირის მოგებას და ნუ რა თქმა უნდა ფავორიტია. ხო და მამამ იცი რა არის საინტერესო ფაქტი 2011 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვერ მოვიგეთ ეგ ტურნირი ზუსტად არ მახსოვს გონი 2017 წელს მოიგო რუმინეთმა. მაგის შემდეგ ვიგებთ. ხო, ნუ აქ ვიგებთ და ნინიაშვილი დათუნ ნინიაშვილიც აღნიშნა ჩვენთან სტუდიად რო იყო რომ იმდენად აღარ არის мотиваცია ნაკრების მოთამაშეებში ამ კი უკვე თვითონ ღიათაც საუბრობენ ამ ყველაფერზე რომ მათთვის არაფერს აღარ ნიშნავს ამ ტურნირზე თამაში. წავიდეთ ბოლოსკენ მაშინ და აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ამბავი რომ როგორც იქნა ვილისანიოვმა დაასახელა ნაკრების შემადგენლობა და 23 მარტს სომხეთთან ბელიგაში დასარჩენი მატჩები გვაქვს. 23-ში იქნება საქართველოს. 23-ში იქნება დინამო არენაზე, 20-ში ერევანში. კი ბატონო, ვიცი, ჩემ პირველ თამაში არ იქნებიან კაშია და კვარაცხელი. კი, და ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა, ბოდიში გაგაწყვეტინებ, რადგან კაშია შეეხედა, რა ახსენე, გამომიტევტევდა, რომ დებიუტანტი ყავს ნაკრებში, ერთადერთი დებიუტანტი იქნება. ხო, მაგრამ დაგასწრე რა. ლუკა ლაცაბიძე 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს არის შახტარის საკუთრება, ეხლა უკრაინაში, კი, ოდესაში თამაშობს უკრაინაში და ლუკა ლაცაბიძე არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში. ამ ნაკრების ცენტრალური მცველია, ძალიან მაგარი ბიჭია და სხვადასხვა ველოდი რო არ მოგატყუოთ. აქვე ავშოთ რომ საბა გოგლიჩიძე არის გამოძახებული და ჩვენ და გასაკვირად როცა კაში არ არის, ნაკრებში არ არიან გიორგი გველესიანი და ხო, კვირკველია. სოლომონ კვირკველია, ხო. ტორპედოში თამაშობს კვირკველია და არ გამოიძახეს, ხო. დაბრუნდა სანიოლმა ნაკრებში აზაროვი, ირაკლი აზაროვი, რომელიც ეს პერიოდი ახალგაზრდულ ნაკრებს ეხმარებოდა. კი, დაბრუნდა გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიაში ბომბარდირია. მართლა საოცრად ბომბარდირია ბოსნიის ჩემპიონატის. თითქმის ყველა ტურში გასიტანს. გიორგი ზარია, კი, ალმატის შემადგენლობაში თამაშობს ყაზახეთის ჩემპიონატში და გიორგის ერთადერთი გამოძახება აქვს ნაკრებში და ითამაშა ესპანეთთან 56 წუთის განმავლობაში 2021 წელს და დაუფასდა კარგი სეზონი ულამაზესი გოლები გააქვს პირდაპირ თქვა ამ სეზონში და ნახოთ ძალიან საინტერესო სურპრიზების არ თველოდით იდეაშია სანაკრებო შემადგენლობის თვალსაზრისით და ეს ეპიზოდი როცა გავა რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი სომხეთთან თამაშამდე და მოკლედ საინტერესო თამაში გველოდება იმედი გვაქვს რომ საქართველოს ნაკრები შეეძლებს და შეინარჩუნებს ან აქ ერთი უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ რაღაც ცვლილებები არის UEFA-ს მხრიდან ამ ამბავში და B ლიგაში დარჩენა არის აუცილებელი იმიტომ რომ C ლიგიდან ევროპის ჩემპიონატი 28 წლის დივიზიონი თქო ლიგა დივიზიონი კი ბატონო C დივიზიონიდან 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ისეთი მარტივი აღარ იქნება როგორც ეს იყო მაშინ როცა ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე ასე რომ B დივიზიონში დარჩენა აუცილებელია და წარმატებებს უსურვებ საქართველოს ნაკრებს. ხო, რა პირველი თამაში კვარაზაკაშიას გარეშე შეიძლება ცოტა გაგვიწევდეს, მაგრამ სომხეთის ნაკრებთან ხო თან როცა პრეტენზია გვაქვს რომ უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობთ მართლა ეგრეა, პრეტენზია კი არ გვაქვს ეგრეა.
წესით თბილისში არ უნდა გაგუჭირდეს სომხეთის ნაკრების დამარცხება. მეორე ბლოკში ჩვენ შემოგვიერთდება სტუმარი, ქართული კალათბურთის ლეგენდა იქნება ჩვენთან სტუმრად, ასე რომ დაელოდეთ. გიორგი ცინცაძე შემოგვიერთდება რამდენიმე წამში და მასთან ერთად ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო თემაზე, მოკლედ, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე, ზედმე-6-ად გასვლაზე და კიდე არაერთ საინტერესო ამბავზე, მოკლედ, რამდენიმე წამში გიორგისთან ერთად ვრუნდებით. სანამ გიორგი ცინცაძესთან გადავართ, მაგამდე გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გამოიწეროთ, დაალაიქოთ ჩვენი ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გამოკვეთ Facebook-ზე და TikTok-ზე. როგორც დაგპირდით, მეორე ბლოკის დრო მოვიდა და ჩვენი სტუმარია ქართული კალათბურთის ლეგენდა გიორგი ცინცაძე. გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი და ძალიან სასიამოვნოა რომ გუსტუმრობ, მოკლედ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ქართული კალათბურთის ლეგენდა 20 წელი არ არის პატარა დრო, ეხლა როც გაატარო ნაკრებში 217 თამაში, ხო? და ყველაზე მეტი საქართველოს ისტორიაში, გუნდურ სპორტებში, ყველაზე მეტი მატჩი ერთი ნაკრების მაისურით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა შეიძლება ითქვას თამამატრო ეპოქა შეიქმნა რა. პირველ რიგში როგორ ხარ? მოგიკითხავ და როგორ მიდის? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ ახალ წამოწყებას და წარმატებებს გისურვებთ. სპორტზე რაც უფრო ბევრს ვილაპარაკებთ ჩვენ ქვეყანაში და სხვა რაღაცებზე არა, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნაც. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. როგორ იწყებოდა შენი საკალათბურთო კარიერა, პირველი ნაბიჯები და მე ვიცი რომ ლევანჩოს ერთი საინტერესო კითხვა აქვს შენთან და მოდი მაგაზე დავიწყოთ და მე ასპარეზს დავუთმობ. საკალათბურთო კარიერა სხვათა შორის ძალიან ისე დაიწყო შემთხვევით, იმიტომ რომ ფეხბურთის მოყვარული უფრო ვიყავი. გიждდებოდი და აი 24 საათი ფეხბურთი ეზოში, ფეხბურთი ტელევიზორში, როგორც საშუალება იყო ხოლმე 80 ბარს. არა, სხვათა შორის როგორ გამეწა ბარსელონას გუნდს, მაგრამ ჯერ იტალიას ვაშკობ და მე 98 წლიდან უკვე ჰოლანდიის გუნდში შემატკივარი ვარ. კალათბურთზე მოხდა სკოლაში იყო რაღაც სექციასავით გაიხსნა. 9 წელს ვიყავი და მამჩემ იყო ყოფილი კალათბურთელი, ანუ არა რაღაც პროფესიონალი, მაგრამ რაღაც მოყვარული ზონაზე თამაშობდა და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ კალათბურთი მეთამაშა და თანამ ფეხბურთზე სატარებელთაც დრო არავის არ ქონდა და იქვე სკოლაში რაღაცა უცბად რაღაც სპორტით დავაკავეთ, რაღაც ეგეთი ის იყო რა და ეგრევე პირველი რავი შეხებიდან რაღაც ნიჭი აღმომაჩნდა დაინახეს სხვებმა და ამაკიდან დაწყებული ყოველთვის რაღაც ესე რომ ვთქვათ ათელი შუქით მიყურებდნენ ხოლმე რომ რაღაც ამისგან რაღაც კაი გამოვა და რავი მაკედან შევრჩი და ხო და ეგ მეცახელი ბუ მაკედან მოდის თუ მე უკვე პროფესიონალ კალათბურთს რო აი მაგ გასაკიდან მოდის სადაც 11 წლის სხვა გუნდში გადავედი უკვე რაღაც პროფესიონალურ საკალათბურთო აკადემიაში მაშინ მართვე სკოლა იყო დიდუბის მანეჟში მამაჩემს ერთ-ერთი ნაცნობი იყო მსნელი ომარ ლებანიძე რომელთანაც მივედი საკმაოდ ისეთი კურიოზული შემთხვევა იყო რომ მან პირველ სართულზე რომ მივედით მან სხვა მსნელს ავდა ჩემი ასაკის ბავშვები და ეხლა რომ მივედით ავტომატურად ჯერ პირველ სართულზე დავათვალიერეთ ვინ რამ ხელა ბავშვები და იმ სიტელმა ეხლა რომ მივიდა მამაჩემ რაღაც გამოკითხა გამომხედა ესე ვინ სათამაშო არა ამ ესე ჯერ ძალიან დამწყები არისო და ჩვენ გუნდშიო ვერ მოხდებაო და ნუ კარგი გამოვედით ეხლა ესენი მეგონა რაღაც ისენი იყვნენ და გამოვიდით მესამე სართულზე იყო მეორე დარბაზი და იქ უკვე ეს კაცი შეხვდა და კი რა თქმა უნდა რაღაცა მივიღო და იმ წელს ანუ იმ ასაკობრივ ჩემპიონატში ჩემი გუნდი ანუ იმ ჩარჩენილი მქონდა იმ გუნდს და მონუგე ქვემოთ რო არიშო და როგორც აგიხდეს ანუ ჩვენი გუნდი გახდა ჩემპიონი იმ გუნდს უგებდით სადაც შეგხვდებოდნენ და რაღაცნაირად აი ეს ესე ლამაზად დაალაგდა და მაქედან მოყოლებული მე უკვე აკადემიაში გადავედი იქიდან უკვე რაღაც ის უფრო როგორ თქვა რაღაც პროფესიონალური სკოლასავით იყო, იმიტომ რომ რაღაც სპონსორებიც ყავდათ, ტურნირებზეც დავყავდით უცხოეთში პატარა ბავშვები. მოხოდილები. ხო, უფრო რაღაც ფორმაც მოგცეს, რაღაც ლამაზი, რაღაც ბოტასიც გვიყიდეს. ზუსტად 14 წელს რო ვიყავი ამ აკადემიაში რო გადავედი, მე რა გადავედი, ხო, მამაჩემ გადამიყვანა რა და ის აკათამცნელი ეს ბატონი ომარ ლებანიძე ჩემზე გაბრაზებული იყო, რატო გადავიდო და მეთქი მე რა გადავედი რა მამაჩემ მომკიდა, ხელი გადამიყვანა, მეთქი მე რა შუაში ვარ. ამ გუნდის ბაზაზე შექმნეს რაღაც ნაკრებივით გუნდი, ჩვენი ასაკის 16 წლამდელების გუნდი და ვასპარეზობდით სუპერლიგაში. მაქედან მოხდა რომ პირველი წლის მერე გადავედი უკვე ბათუმის ბასკოში და მაქედან უკვე წავიდა ევროპაში. აი მაკაგრას შენ თვითონ მიყვები იქამდე რა კითხვაც უნდა დამეშვა. თამაშობდი CSKA-ში. როგორც ვიცი რა ხო რა გამიგია, მოდი ესე რომ ვთქვა, ჩვენთან დავაზუსტებ. შანსი ქონდა რომ გეთამაშა რუსეთის ნაკრებში.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი გავხდით 17 წლის ასაკში. რაღაც კაი დიდი გამოხმაურებები რაღაცები მოყვას. მანდაც ისეთ სასაცილო ისტორია არის, რომ ანუ ასაკი უნდა გადამეკეთებინა რა და როგორც ყველა სპორტსმენი მაშინ ესე იკეთებდნენ ხოლმე და 17-ის რო გავხდი, ხა ვეღარ გადამიკეთებდნენ რა, ხა 14-ის ხო ვერ გავხდებოდი რაღაც საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი, ანუ რაღაც არ ჯდებოდა არაფერში რა და მოდი კაი რადგანაც ამას არ ვუკეთებ, მაშინ არავის არ გადაუკეთეთ ამ ასაკში და ჩვენი ასაკი იყო პირველი რომელმაც რაღაცა ის დაიწყო სუფთა ასაკით ხო CSKA-ში რო ჩავედი ანუ მანდაც პირველ წელს საკმაოდ ესეთ წარმატებული მქონდა მაგ პერიოდში ძალიან უჭირდა რუსეთის ნაკრებს ჩემ პოზიციაზე რა ესე ვთქვათ და შემოთავაზეს ეს ნატურალიზება ანუ მიმეღო რუსეთის მოქალაქეობა მაშინ ჯერ კიდე ერთი საკვალიფიკაციო მქონდა ახალგაზრდულში ნათამაშება რა მაშინ წესი იყო რომ 18 წამდე რო თამაშობდი შეგეძლო კიდე ქვეყნის შეცვლა რა ანუ ეხლა მე მგონი აღარ არის ეს ის პერიოდი როცა ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ მაქვს ნათამაშები არ ვიცი საიდან რატო ეხლა მაშინ 17 წლის ასაკში რო გითხრა რომ აი ესე რაღაც ბრმად და ესე დიდი გულით ვიყავი ჩემ ქვეყანას შეყვარებული თქო ალბათ ვიყავი რაღაც შინაგანი ეგეთი შეგრძნება მქონდა და სრულიად დამოუკიდებლად ანუ იყო განსხვავება ოჯახშიც ზოგი ძაღთა ღირს პერსპექტივისთვის ისა ესა მაგრამ მარტო ჩემი გადაწყვეტილებით მივიღე და უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე რის გამოთაც დიდწილად ანუ ამერია მე რუსეთის გუნდებში იმიტომ რომ მე მიიღეს კანონი ანუ ჩემ ნატურალიზებას აზრი აღარ ქონდა იმიტომ რომ ნატურალიზებული თუ იყავი და ეროვნულ ნაკრებში არ თამაშობდი მაშინ ის პასპორტი არ გერთვლებოდა როგორც რუსულად ამიტომ აზრი აღარ ქონდა და მაგიტომაც დავტოვე ესე ვთქვათ რუსეთის საზღვრები დღეს ალბათ ბედნიერიც კი ხარ მაგალითად ნამდვილად ბედნიერი ვარ და არც ერთი წამითაც არ მინანია ძალიან მაგრად მიხარია პირადად მე ის რომ ის ადამიანი რომელსაც სპორტში მაგალითად გულშემატკივრობდი როგორც კალათბურთელს და როგორც სპორტსმენს დღეს ჩემ გვერდით დგას ჩემთან ერთად იბრძვის რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის რა და ეგ მაგას ჩვენ არ ვართ მიჩვეულები ძალიან დასაფასებელია პირადად ჩემთვის და პირადად ჩემი ძმისთვისაც ვიცი იმიტომ რომ ერთი პოზიცია გვაქვს ის ყველაფერი რასაც შენ აკეთებ აქციებზე დგომა ხალხის გვერდში მადლობას ვერ გადაგიხდი მაგაში იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩემი აზრით არაფერს ისეც არ ვაკეთებთ არც მე და არც შენ რომ ეგ ვიღაცის სამადლობელი იყოს მაგრამ ნუ ყოველთვის უსამართლობა არის და მე ვთვლი რომ უსამართლობა არის ყოველთვის ჩემი აზრით ყველა ხმა უნდა მოიღოს და არ ღირს არანაირი კეთილდღეობა და არანაირი რაღაც კომფორტში ყოფნა თუნდაც აი რაღაცაზე თვალი დახუჭო და რაღაცაზე გაატარო და არ შეიმჩნევა. თითქმის ერთი თვე გავიდა ხო ცოტა ნაკლები საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-6-ით მოახერხა ევრობასკეტზე გასვლა და აგვისტოში ზაფხულის ბოლოს უკვე ვითამაშებთ კიდევ ერთხელ 27-ში გვაქვს ახლა კენჭი წილისყრა არის 27 მარტს და გავიგებთ ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე. შენ გაქვს უდიდესი გამოცდილება იმის რომ ნათამაშები გაქვს 5 ევრობასკეტზე და პლუს ამას მსოფლიო ჩემპიონატზე, იმ ერთადერთ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები გავიდა. მე მინდა რომ რაღაცა საინტერესო გამორჩეული მომენტები გაიხსენო ამ ევრობასკეტებიდან ან შენი კარიერიდან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ესე ვთქვათ ქვეყნისთვისაც და ნუ ცალკე საკალათბურთო ხაზს რო გავუყვეთ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ამ არ გასვლით ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა ეს ქართულ კალათბურთს, იმიტომ რომ ჩვენ საკლუბო კალათბურთი ფაქტიურად არ ჩანს არსად, ნუ არ ჩანს ევროპის არც ერთ ტურნირში, არც ერთ, არ ვიცი, ექსპერტები იქნება თუ გულშემატკივრის თვალში ესე არ ხდება და ერთადერთი ადგილია, რაც ეროვნული ნაკრებია და ისიც რომ ვერ გასულიყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის, მართლაც აი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მატჩი დანიასთან ვიტყვი პირველ ბოლოს რომელიც გადამწყვეტი თამაში, იმიტომ რომ ანგარიშიც მეტყველებს დაძაბულობის ხარისხზე და კონცენტრაციის ხარისხზე, იმიტომ რომ 62-60 ანუ ეს ნიშნავს რომ ძალიან დაბალ შედეგიანი მატჩი იყო, შედეგზე იყო ორიენტირებული, არა რაღაც სილამაზეზე და გულშემატკივარზე და ნუ იქ აი ბიჭების თავდადებამ და დაცვითმა, არ ვიცი, ტაქტიკამ და მსვლელების მომზადებამ ნამდვილად დამანახა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ საკალათბურთო რუკაზე, რასაც ნიშნავს აი ევროპის ჩემპიონატი და რაღაც დიდი ფორუმები, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ვართ საკალათბურთო ქვეყანა, უბრალოდ
უბრალოდ არ ვართ რა. ანუ ეს ნიჭით და ესე ვთქვათ, მონაცემებით ვართ, მაგრამ ნუ ჩვენ სამწუხაროდ მარტო ეს ყველაფერი ეხება ნაკრებს. 5 ევრობასკეტი გავლილი და ეს პასი ლიეტუვასთან და დასანანი წაგება რა. ეგეთი თამაშები გვაქვს სამწუხაროდ წაგებული ბოლო წამს. ეგეთი მატჩები იგება გამოცდილებით და რაღაც ცოტა მეტი თავდაჯერებულობით და როდესაც ხა ჩვენ აი მაკედონიასთან მატჩი ჩათვალე რომ პირველად მოხდეს ევროპის ჩემპიონატი პირველად იყო ეგეთ ანუ ხა მაკედონიას დიდ ვარსკვლავებს სიმართლე გითხრა არ წყვეთ და მანამდე მაგრამ ნუ ქონდა მას რაღაც გამოცდილება ერთი კაცი ყავდათ მანდის მოგივეთან ერთი კაცი და მაღაზია კარგებიც ჩვენც ყავდა მაღაზია არ არის უბრალოდ სპორტში გამოცდილება ძალიან დიდ რაღაცას გმატებს თავდაჯერებულობას კონკრეტულად აი ეგეთ სიტუაციაში სიტყვაზე ვიძახე ლიეტუვას ნაკრები ყოველ ტურნირზე თამაშობს მინიმუმ მეოთხედ ფინალს ან ნახევარფინალს ან ფინალს ხო და მათში უკვე რაც გენეტიკურად გაჟღენთილი არის რომ ანუ იმან რაღაცა ჯგუფიდან გასასვლელ დაძაბულ მატჩში არ ნერვიულობს ხო და შენ რა კვტები ნერვიულ ხო არ გავიდე პირველად ანუ ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ხვდები ანუ იმათთვის ეგ რაღაც ჩაოლებრივი თამაში არის ამიტომ ეგ ყველაფერი მოქმედებს და აი მაგიტომაც არის ეს ევროპასკეტზე გასვლა და კიდე ბევრ ტურნირებზე უნდა ვითამაშოთ და მივიღოთ მონაწილეობა რომ მოთამაშეები განვითარდნენ არა მარტო თონიკა შენგელიას იმედზე კი არ უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება და იმ ბიჭების მის უცხოეთში თამაშობენ ხო აქ უნდა გაიზარდონ თონიკა შენგელიას ნაირები და არ ვიცი ბითაძეს ნაირი და მამუკელაშვილის და ასე შემდეგ რომ ეს ნაკრები გახდეს არა რაღაც შემთხვევითობით და რაღაც ბოლო წამებზე გასვლა და არამედ რაღაც სრულფასოვანი სტაბილური ნაკრები რომელიც ყოველთვის ძლიერ გუნდებთან ანუ ევროტურნირებზე იქნება თუ სოფლიო ჩემპიონატ ოლიმპიადებზე იბრძოლის გასასვლელად რა. ჩემი აზრით ეგრე უნდა იყოს. დღევანდელი NBA-ის ვარსკვლავებიდან ჩემი საყვარელი მოთამაშე არის ლუკა დონჩიჩი. აი აუცილებლად და ძალიან გამიხარდებული. და ბევრი ალბათ ვინც ვიყურებს. რას თამაშობენ და ეგ და ლებრონი და როგორ თამაშობენ კი ვიცით და აი შენი გადმოსახედიდან მითხარი აი შენ გიწევდა რაღაც მომენტებში მისი აყვანა სოფლიო ჩემპიონატი. ნო ხდა ხო ეგ ბედნიერება მაგრამ სიმართლე ვთქვა NBA-ს ნაკლებად უყურებ. ჩემი აზრით 80% შოუ არის და 20% არის კალათბურთი. დონჩიჩზე რა გითხრა, ძალიან ანუ მე მაგაზე ძლიერ კალათბურთთან არ მითამაშია და სულ აღიარებ, რომ ალბათ აი ჯორდანს არ ვადარებ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაც გამოთქმა ხო არა ჯორდანია რა. ანუ მაგაში ხო რაღაც ითვლება, რომ უნდა შეადარო ხო და ალბათ სადაც აი მანდ არის რა, ნუ ხა ამ ხელა განსხვავება სულ ვიძახი რომ მე ეჭვება რომ ხა ჯორდანს და დონჩიჩის შორის აი ამ ხელა განსხვავება იყოს. თუ იქნება რაღაც ამ ხელა და ეს ამ ხელა არ აუშავს ჯორდანია რა. ანუ იმდენი რაღაც სათამაშო დეტალი აქვს მაღალ დონეზე, სამქულიანი შესვლა, უკან გადაწევი სროლა, სტებექი, გვერდზე, მარცხნივ, მარჯვნივ, რომ ანთან მაღალი არის რა და ძალიან რთული არის, აი ძალიან რთული არის მაგის აყვანა. თვითონ თუ გაჩერდება რა, ანუ გაიჩერებს თავს რაც დღეს ავერ წავიდეს ყველაფერი ხდება. ესე რომ გააჩერო, აი მე ეჭვება რომ გააჩერო რა, მართლა ვიცახი. მოედანზე რომ დგას, აი ჩათვალე, აი მთელი დარბაზი მაგისია რა, ანუ აი იქ საჯებთან, იქ მოწინააღმდეგეს გუნდთან, ტრენერებთან, გულშემატკივრებთან, აი სულ კონტაქტი, აი სულ რაღაც იმაში არის რა და აი რასაც ვქა, იქ სიამოვნებას იღებს, кайფობს რა თამაში. ბოლოს ეხლა რა თქმა უნდა, ტეღან სანამ დავიწყებდით ამ ჩაწერას, მანამდე თქვი რომ ვიყავიო ნაკრების თამაშზეო, მომცესო მოსაწვევებიო. მანამდე ვიცით რომ იყო მომენტები, როცა ახალი დანებებული ჰქონდა სანაკრებო კალათბურთზე თავი და იყო მომენტები, როცა მოგიწიეს სახლიდან ყურება. არ მინდა რომ ჯეროდეს რომ ეგ რა სხვა რაღაცების გამო მოხდა და ალბათ არც მოხდა. ალბათ უბრალოდ ტექნიკური და ასე ვთქვათ და მეც არ გამოვიჩინე ალბათ ზედმეტი აქტიურობა რომ მომეცით ბილეთი ან რაღაცა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ჩვენ ნაკრებში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა დღეს მათე ხარატიშვილი ხო? მათე ხატიაშვილი უკაცრავად, რომელსაც რამდენიმე წამი მიეცა სერბეთთან თამაშზე და დებიუტანტი იყო, ნუ პარკეზე ვინც შევიდა, თორე განაცხადში მანამდე იყო. და რამდენად მნიშვნელოვანია აი ესეთი მოთამაშეების ყოფნა, ყოლა და რამდენად ექნებათ აი რა ვიცი, მწვნელს შენ ჯიკიც უკეთ იცნობ, ხო? რამდენად ექნებათ შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს, რადგან მიცემს ეს კაცი, აი მათე ხატიაშვილისნაირ მოთამაშეებს შანსს, რომ განვითარდნენ და რაღაცა თავისი სიტყვა თქვან, თუნდაც ერთი წუთი იყოს მათი დრო. რაც შეხება მათეს არის უნიჭიერესი კალათბურთელი, ალბათ ერთ-ერთი ესეთი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც მოდის და ისეთი დიდი იმედიც გვაქვს და მან დაამტკიცა 16 წლამდელებში შარშან და
აი მართლა ნიჭიერესი და აი ძალიან ესეთი რა კალათბურთით აი გაჟღენთილი ბავშვი არის რა. რაც შეეხება ახალგაზრდების მიწვევას ნაკრებში, ამასაც კიდე ორი მხარე აქვს ზოგადად. რა თქმა უნდა, ისეთ მატჩი როგორც არის სერბეთთან, რომელიც არაფერს არ წყვეტავს, კი შეგვიძლია რომ წაიყვანო და მიცე და სიტყვაზე რაღაც წაახალისო და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთანაც ხო კიდე რა არის, რომ ანუ სულ გვეჩქარება რა. აი ჩვენ გვინდა რომ ეგ ჩვენ მენტალობაში ზოგადად არა კალათბურთი ზოგადად ეგ ყავდეს ვიღაცამ და გვიშველოს ვიღაც აი სიტყვაზე გიორგი ცინცაძე უნდა შეცვალოს ვიღაცამ სხვა ქვეყნებში ხო არ ხდება ესე რა ბუნებრივად მოდიან კალათბურთს თამაშობენ სწავლობენ მე გვინდებიან იმსახურებენ და მე მოდიან რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდას და ყველა ნიჭიერ კალათბურთელს და სპორტსმენსაც ყოველთვის კარები ღია უნდა იყოს, არავის კი არ უნდა დაუკეტო, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაც ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი, ისა რა ქვია. პროცესი უნდა იყოს ამხელი რა. გიორგი, მივდიოდი იქამდე, წეღანას ჩემი ძმა არისო, მწვრთნელიო. ახალგაზრდულ ნაკრებში. აი ნაკრებშიც იყო ეხლა ნაკრებშიც იყო. ეროვნულ ნაკრებში ასისტენტი იყო ჯეკიჩის. ხო, ნახდათ არ ვიცოდი ეგ ინფორმაცია. აწიმეც მექნება. მაი შენ ხო არ გიფიქრია კარიერის დასრულების შემდეგ? დედასვიც არ ამ კითხვის დასმა მინდა. გავსი რაღაცა. მწვრთნელი მაინც და მაინც მწვრთნელობდა რა, აი ამ სპორტში დარჩენა რაღაცა. კი, იმიტომ რომ ნუ ჩემი თავი ჯერ ესერთი ანუ თუ წარმომიდგენია სადმე ეს რაღაც მომავალში აუცილებლად კალათბურთში იქნება რა. კალათბურთი მიყვარს და კალათბურთს მინდა რომ დავეხმარო, ანუ კალათბურთში გულისხმობ მოთამაშეებს მოედანზე არა, მოედნის გარეთ და მე ჯერა და მინდა რომ ის ჩემი რა ვიცი ცოდნა და გამოცდილება ხა, იმხელა გამოცდილება გაქვს. ამდენ სოფლიო დონის მცველებთან მიმუშავია და ის გამოცდილება და ის რაღაცა ხედვები იქნება თუ ასე შემდეგ. მე მინდა რომ აქ მოვახმარო, ანუ იმის ისიც არ მაქვს რაღაც შეიძლება რაღაც ისე ჟღერს ცუდად რომ აი უცხოეთში წავიდე და იქ დავიწყო და ასე შემდეგ ჯერ ანუ არა აი აქ მინდა რომ აქ ხედავ პრობლემებს, აქ ხედავ ბევრ ისეთ რაღაცას რაც ძალიან გამოსასწორებელი არის და ძალიან ბევრი რაღაც აქვს სასწავლი თუნდაც ქართველ კალათბურთელებს. ამიტომ ხო რა აქ მინდა და მსნელობა მინდა და მინდა რომ აი მოთამაშეებს დავეხმარო და ნახოთ რა გამოახლა. კარგი ამბავია ძალიან ეს საინტერესო იყო რაც შენ თქვი და წარმატებებს გისურვებ ამ საომალო გეგმებში აუცილებლად ხო. სანამ თამაშზე გადავალთ და მესამე ბლოკს წარვადგენთ, მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ძმების პოდკასტი YouTube-ზე ამ სახელწოდებით მოიწონოთ ეს გვერდი, იმიტომ ძალიან საინტერესო გვერდი არა ვიდეო. გვერდი თქვი? მოიწონოთ ეს ვიდეო კი ბატონო და გამოვყევით ასევე TikTok-სა და Facebook-ზე იგივე სახელით ძმების პოდკასტი და არ მოგაკლებთ ძალიან მაგარ სტუმრებს, საინტერესო თემებს და გამოვყევით მოკლედ რა. მოვიდა მესამე ბლოკის დროც და მესამე ბლოკში სტუმართან ერთად ან რაღაცას ვთამაშობთ, ან კვიზის სახით, ან მოკლედ შემეცნებით გასართობი ბლოკი არის. შესაბამისად დღესაც არ იქნება გამონაკლისი, რა თქმა უნდა, გიორგისთან ერთად ვითამაშებთ, ოღონდ საინტერესო თამაში გვაქვს შენთვის მომზადებული. რა თქმა უნდა, კალათბურთთან დაკავშირებული და ამ შემთხვევაში იქნება მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავებზე. ამონათდება ემოჯი. ვიღა არის ემოჯი, სმაილი. სმაილი, კაი, დავარქვათ სმაილი, რამდენიმე სმაილი იქნება, რომელიც ასოციაციურად უნდა მიხვიდე იმ კალათბურთელამდე, რომელსაც ეკუთვნის ეს კონკრეტული რამდენიმე სმაილი, რომელიც ამ შემდეგ როგორც ვითხარით ამონათდებად. პირველი ალბათ King James-ი, მაგრამ არ ვეთანხმები ამ ემოჯის. ეს goat-ის ის ვახატია, არ ვეთანხმები. მეორე გამოვიცნოთ, მეორეც ძალიან მარტივია, Black Mamba. მესამე არი? მართალია. მეოთხე ხარი. ეს ალბათ ჯორდანი, მეხუთე. ეს შაკილონელი ალბათ? სწორი. ეს ალბათ Magic Johnson-ი? ოჩა. მეშვიდე. ალბათ ეს ვიღაცა მსროლელი უნდა იყოს და რეი ალენი? რეი ალენიც იქნება, მაგრამ ეს არა, ეს არის ნიკოლა იოკიჩი. ეს გერმანია უნიკორნია ცეცხლი. ალბათ ნოვიცკი უნდა იყოს.
შემდეგი თუ მე მეცხრეა და ნათქვამი გაქვს ეგ სხვა შეხოს. ხო, ეგ არის რეალნი. ეს კაი უნდა იყოს ხო? ჰარდენი? სწორია. კარგი იყო. 10-დან 9 გამოიცნო და თან ხო იოკიჩი ცოტა იოკიჩი ხო? იოკიჩი მაგარი დამამნეველი. იოკიჩი დამამნეველი იყო. სროლზე წავედი ხო? გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი მესამე ეპიზოდის სტუმარი რო იყავი და წარმატებებს გისურვებ, რაც შენ ახსენე სამწნილო გეგმები, სრულად გისურვებ, რომ ისე გაყვეს ეს შენი გეგმები და სურვილები იმ რეალობას, რომელიც იქნება მომავალში, როგორც შენ გესახება და გეხატება ეს ყველაფერი. ქართული კალათბურთის ლეგენდა გიორგი ცინცაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ სანამ მორჩება ვიდეო, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოყვეთ Facebook-ზე და TikTok-ზე და აუცილებელი რაც არის მოიწონოთ ეს ვიდეო.